როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ. რამდენად ღრმა არის მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს და რა თქმა უნდა შევხედავთ ემოციებს. დასტის ბოლოს იმპერატრიცაა და ნახოთ ერთი აბა როგორ გიყურებთ ეს ადამიანი. რა თქმა უნდა, ყველაზე უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ყველაფრისთვის გოგონებო, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი. დღეს არის განსაკუთრებული შავი მთვარეობა, რაღაცნაირად მაინც მნიშვნელოვანია ასეთ დღეებში ჩავიხედოთ ადამიანის თავში და მოდი ვნახოთ ახლა ზოგადი გაშლების მადლით, რა თქმა უნდა, თქვენ თუ დაიჭერთ თქვენზე ეს ინფორმაცია მიიღეთ თქვენზე თუ არა და რა ვქნათ, ყოველი გაშლა არ იქნება რა თქმა უნდა თქვენს. ნახოთ აბა რამდენად ღრმა არის მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ, რამდენად ღრმა არის ზიამოვიდეს სხვათა შორის სულ ყოველთვის რაღაცა კითხვა რო არიან ყოველთვის როცა მე თვითონ დატესტილი მაქვს რომ თუნდაც მოწყენილი ვარ და მზიამოდეს, ესე იგი კარგის მანიშნებელია, ოღონდ მართლა და ამიტომ ეხლა რომ მზიამოვიდა, თუ სადმე ვინმესთან არის პრობლემა, მე გისურვებთ რომ ყველაფერი დაალაგდეს და მე მაინც ვფიქრობ რომ ყველაფერი დაალაგდება. ნახოთ აბა მისი დამოკიდებულება რამდენად შეიცვლება, რამდენად გაგიხარდებათ და რამდენად ღრმა არის. ნახოთ. ღრმა ვთქვი და თასების ტუზი ამოვიდა ეგრევე. 10-იანი თასი რა მაგარია. აი ყველა არ იყო ახლა ეს დამთხევები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ არის სავსე, გულწრფელი. ახლა მახსენდება ის ადამიანები, რომლებიც წერენ, რომ აბა რო დამბლოკა, რა ვქნათ გოგონებო, ამ შემთხვევაში ესე იგი თქვენზე არ არის ეს გაშლა და ვინც დაგბლოკათ, იმ ადამიანებზე ნურაფერს მოუყურებთ, იმიტომ რომ ისინი არ არიან ამის ღირსი. დამოკიდებულება არის. მოდი ასე ვთქვათ, ზოგჯერ თასების ტუზია მაინც და ეს არის ემოციურობა. ემოციურობა მანდ-მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ვაიმე გადავირიოთ, ეს არ არის, რომ მაინდა-მაინც უყვარხარ, ეს შეიძლება იყოს ტოქსიკურია, შეიძლება იყოს ცვალებადი, მაგრამ გულწრფელია და მაინც ემოციურია და როცა ადამიანი განიცდის ემოციურობას, არ აქვს მნიშვნელობას ეს ისტერიულია თუ როგორია, ესე იგი მაინც მისთვის სულ ერთი არ ახარ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და 10-იანი თასი რო აკეთებს, ახლა აკეთებს საფრანგეთში ჩამოვედი, ეგრევე მეტყობა აკეთებს. ჩემმა შვილმა იცის მიქაუტაძეს არ იყოს. ამას გავაკეთებ, კარგი სიზმარი გავაკეთე. კაი სიზმარი ვნახეო. ხო და ერთი სიტყვით გადავა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სიღრმეში, გულწრფელობაში, რადგანაც მე აქ ვუყურებ, რომ თქვენზე ამოდის მართლა ეს მზეც და რა ვიცი მთვარე თუ ამოდის, მაგრამ მზე ყველა ვარიანტში ამოდის და ძალიან მიხარია. არც კი ვიცი ახლა რისი დამატება შეიძლება აქ დამოკიდებულება ყოველ შემთხვევაში, არის ასეთი, მაგრამ ხო შეიძლება ისეთი სიტუაციები იყოს, რომ არ ხერხდებოდეს რაღაცების გაკეთება, ყველა სხვადასხვა სიტუაციები აქვს. ნახოთ. რა შეიძლება ამ გაღრმავებიდან, ამ გულწრფელი ემოციებიდან გამოვიდეს, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს, ნახოთ. ლოდინი მაინც ჭირდება. ნახე, აქ ის შემთხვევა, რომელსაც მე არ ვეთანხმები, ყოველ შემთხვევაში ვინც ითმენს ის მოიგებს, მომთმენი მოიგებსო. გააჩნია, უნდა ღირდეს ადამიანი, აი გააჩნია ადამიანი როგორი პიროვნებაა. თუ ის გიფასებს შენ მოთმინებას ყველაფერს და ადამიანის ხარისხი არის მაგარი და კარგი პიროვნება, მე გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ღირს მოთმენა, რადგანაც მოლოდინი აუცილებლად ღირს. აი ბოლო წვეთამდე ღირს მოლოდინი, რადგანაც მე აქედან შემოვა რაღაც სიახლე, დიდი ტუზი პენტაკლი, მაგრამ ეს ესე მარტივი არ იქნება, რადგანაც განწირულია მაინც ეს ურთიერთობა გარდატეხისკენ, ტრანსფორმაციებისკენ, შეიძლება უკვე ისედაც არც არაფერი არ არსებობდეს, ბევრისთვის ხდება ასეც, რომ არაფერი არ არის ურთიერთობა, მაგრამ დამოკიდებულება, სიღრმე მაინც აქვს ადამიანს. ეს ასია, მე დამერწმუნეთ, რასაც გეუბნებით და ამიტომ ღირს, მაგრამ თუ ნახე ამ შემთხვევაში რაც არ უნდა ადამიანს კონდეს თქვენს მიმართ გაღრმავებული ემოცია, გულწრფელი ემოცია, მაგრამ მაინც პაჟი გვყავს აგერ პაჟი, როგორია პაჟი, მაინც არასტაბილური ადამიანია. აქ მომენტები, ასე რომ ვთქვათ, შეივსება თქვენ და მე მოლოდინის რეჟიმში გამყოფეთ
გამყოფებთ და ამასთან დაკავშირებით მოკლედ იქნება მართლა რეალურად ტანჯვა წამება, იმიტომ რომ ეს პაჟი კონკრეტულად არ შეიძლება. აუდიტორია რადგან დიდია, უნდა დავყო ეს ყველაფერი, უნდა შეხედოთ როგორი პიროვნება. მთლიანობაში, აი ყველას რომ მოერგოს ეს მთლიანობაში, მაინც დავამატებ და ვიტყვი. ორიანი კვერთხი. არა, მთლიანობაში მე მაინც ვიტყვი, რომ ყველაფერი დასტაბილურდება. თუ აქ ამ ურთიერთობაში არის პაუზა იდეალურია, თუ არა და უნდა გაკეთდეს პაუზა აუცილებლად, თუ ყველაფერი ცოტა ისე მიდის ნელი ტემპით ან სტაგნაცია ურთიერთობაში და ერთი ნაბიჯით მართლა პაჟურად რომ მოდის და მე რაღაცნაირად იკარგება, ამ შემთხვევაში ეს ადამიანი ასეთი მანერით არ უნდა მოუშვათ თქვენთან და უნდა დატოვოთ ემოციურ სიღრმეში და რა თქმა უნდა გადაიზრდება ეს ყველაფერი მონატრებაში, გულწრფელობაში. გოგონებო, თუ კირჩხიბი ხართ, გილოცავთ, იმიტომ რომ თქვენი დავიწყება შეუძლებელია. ისევე როგორც ჩემი. ამიტომ ასე აქ საქმე და ყველაფერი რა თქმა უნდა დასტაბილურდება კარგად. რა შეუძლია მოქცეს ამ ადამიანმა? ყოველ შემთხვევისთვის 40%-ს ვინც მიყურებთ გაუმართლებს ძალიან გაუმართლებს. ოღონდ როგორც გითხარით გოგონებო, ინტუიციურად მოირგეთ თქვენზე და ეს პიროვნება ადეკვატურად შეაფასეთ, იმიტომ რომ ჩვენ ზოგჯერ გვეშლება რომ გვინდა აი ეს პატარა პაჟი იყოს იმპერატორი, მაგრამ არ გამოდის ასე. თქვენი იქცევა როგორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცეთ, რა თქმა უნდა ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდეს. ზომიერება, სიმშვიდე, მაქსიმალური სიმშვიდე. რაც უფრო მეტად მშვიდად ხარ, რაც უფრო მეტად არ ელოდები, რაც უფრო მეტად რაღაცა იყიდებ, გრუბად რომ ვთქვათ, უფრო მეტად აქტიურდება შენსკენ არა მარტო ეს მამაკაცი, არამედ სხვა მამაკაცებიც, რომელიც არის არაჩვეულებრივი და აუცილებელი. თუ რამეზე ხართ განაწყენებული, არ ღირს დაფიქრება იმაზე, ხო არ შეუნდო ან რაღაცნაირად. არა, პირიქით, არაფერი არ გაუტაროთ და იყავით ჭკვიანად. აი თქვენ გმართებთ, ქალი ძალა ხართ, ჭკვიანად იყავით აუცილებლად და თქვენი გონება ჭკვა გამოიყენეთ, რომელიც არის თქვენში სავსე რო დაგაბერტყებს დედამიწა ამ ქალურ ენერგიას მიიღეს ყველაფერი, როგორც კარგი გზავნილი არის შენში ეს ყველაფერი და ამიტომ ბევრი არაფერი არ გინდა, უბრალოდ იყავი მშვიდად. ხა სიმშვიდე მაგალითად არ შეიძლება მოიძიოს მამაკაციდან. თუ მე ის მომწერს ან სისტემატურად გამომკვებავს, ესე იგი ვიქნებ მშვიდად. ესე გამოდის, რომ თქვენ არასწორ გზაზე ხართ და ესე იგი დამოკიდებული ხართ სხვაზე. სიმშვიდე უნდა მოდიოდეს თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე. მარტო რო ხარ რა შეიძლება გააკეთო, რა შეიძლება გაუკეთო შენს თავს პროგრესი მაქსიმალური წინსვლა და აქედან გამომდინარე მოიზიდავს საუკეთესოს. მე მგონი არაჩვეულებრივი ირჩევა არა მარტო ამ გაშლისთვის, არამედ საერთოდ ცხოვრებაშიც კი. ნახოთ მოდი მისი კონკრეტული ნაბიჯები შემოთავაზებასთან დაკავშირებით, სადაც მაინც ძალიან დიდი კითხვის ნიშანი დგას შემოთავაზება ორიან. იცი რა არის შემოთავაზება? იქნება ის, რომ თქვენი დაკარგვა არ ენდომება ამ ადამიანს და იცდება მაქსიმალურად, რომ გააღვივოს ეს ცეცხლი, ოღონდ ეს ცეცხლი არის ცოტა არ იყოს ჯოჯოხეთის. ხო და ეს არ ვარგა, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ რაღაცა ადაპტირებული ხარ ამ ჯოჯოხეთს და არ ვიცი რატო ძალიან ბევრი ამის ინანებს და დაინახავთ თქვენ ამ ყველაფერს. სამართალი იზეიმებს, მაგრამ არ გულისხმობ იმას, რომ ბუმერანგი დაუტრიალდება, ამას არ გულისხმობ. სამართალი იზეიმებს ამ ურთიერთობაში იმ კუთხით, რომ შენ რასაც დათესავ, როგორი იქნები ამ ურთიერთობაში და საერთოდ საკუთარ თავთან მოიგებ ყველაფერს. იქნები სხვათა შორის ფინანსების კარგად გაგიუმჯობესდება და მინდა ვთქვა, რომ თუ თქვენ ადამიანი ყავთ ტოქსიკური და ისეთი ცოტა რომელიც ნერვებს გიშლის, შეიძლება აისახოს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თქვენს ფინანსებზე და ზოგადად ყველა ენერგიებზე, ამიტომ ყველაფერი იქნება კარგად. სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. ვიღაცას შვილი ეყოლება. საყვარელია, ვიღაცას ეყოლება შვილი. ნანატრის შვილი, არ აქვს მნიშვნელობა ეხა ვისგან იქნება, თავარია ნანატრის შვილი იყოს, ხო? როცა გადაწყვეტ ამ ყველაფერს, მნიშვნელობა უკვე არ აქვს. ესე იგი, ეს გადაწყვეტილება სწორია იმ მომენტში იმ პიროვნებასთან, ვინც არის
რაც შეეხება ამ პიროვნებასთან დაკავშირებით, აქაც უშვებ იმ ვარიანტს, რომ დაგვირგვინდეს ყველაფერი ისე, რომ საერთო შვილიც გეყოლოთ. რაღაცა სხვანაირად საუბრობ, ბოლო ორი გაშლა რა. მე არ საუბრობ, ტარო საუბრობს და მე ვარ გამტარი არხი. გულწრფელი გრძნობები, თქვენზე ფიქრი. დიდი საგონებელი აქვს. საგონებელშია ჩავარდნილი, იმიტომ რომ ახლა წყდება ყველაფერი ან გადმოდგამს სამომავლო თქვენსკენ ავეჯებს, ან კიდე დარჩება, აი ესე ხახამშრალი. გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში და ამ დროებით.